ეს არის კონტაქტი 6 რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას. სავაჭრო გზა, რომელიც ჩინეთს შავი ზღვის სანაპიროებთან დააკავშირებს და ფორუმი, რომლისგანაც ჩვენი ქვეყანა ინვესტიციებს ელოდება. საქართველო ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშეა. რა მასშტაბის კონტრაქტები შესაძლოა გაფორმდეს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში? ჩვენს შეკითხვებს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უპასუხებს. ბატონო დიმიტრი, საღამოშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. თქვენ ესწრებით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, ბატონო დიმიტრი, როგორ აფასებთ მის მნიშვნელობას და კონკრეტულად რა მოლოდინები გაქვთ ამ ფორუმისაგან? გისმენთ. მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პირველი დღე მეტად წარმატებული აღმოჩნდა. გახსნის თანავე წარმომადგენლებმა, რომლებიც არიან ქვეყნების წარმომადგენლები, ფრიად მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟღერეს და გზავნილები გააჟღერეს და შესაბამისად ყველა ამ გზავნილიდან ნათლად ჩანდა, რომ აბრეშუმის გზის აღორძინება და ამ გზაზე ყველა ბარიერის მოხსნა არის ფრიად მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნისათვის. ყველა ქვეყანა, ყველა მონაწილე ქვეყანა ხვდება, რომ ის პოტენციალი, რომელიც აბრეშუმის გზას გააჩნია, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების განვითარებისათვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის, იმისათვის, რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები იყოს მოზიდული. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა დისკუსიებისა, რომელიც მიმდინარეობდა მრავალმხრივი შეხვედრების ფონზე, ასევე მიმდინარეობდა ორმხრივი მრავალი შეხვედრა. პირადად მე შევხვდი რამოდენიმე ქვეყნის წარმომადგენელს, ჩამოგითვლით ყაზახეთის, უნგრეთის, სლოვენიის, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის და კიდევ მაგწენ ჩეხეთის და ბულგარეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ამ შეხვედრაზე, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, გაჟღერებული არის ძალიან კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ უნდა გავარღვევოთ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები, როგორ უნდა მოხსნათ დაბრკოლებები ტრანზიტზე, როგორ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ფორუმის თანაორგანიზატორი არის თურქეთის, ჩინეთის მთავრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის პირველი ასეთი ფორუმი, რომელიც ტარდება ჩინეთის სახელმწიფოს გარეთ, მიძღვნილი არის აბრეშუმის გზის აღორძინებაზე და ჩინეთის მთავრობა არის თანაორგანიზატორი. ბატონ დიმიტრი, ინვესტიციებზე მინდა უფრო ცალად ვისაუბროთ. ინვესტიციები უნდა იყოს ალბათ ყველაზე და პირველ რიგში თქვენი მთავრობის აზრუნავი. გააქვთ რაიმე კონკრეტული ციფრი ან მონახაზი, რა მოცულობის კონტრაქტები შესაძლოა დაიდოს ამ ფორუმის ფარგლებში? აი კონკრეტულად რა პროექტებზე მეტი საუბარი გითხარით? დღეს, როდესაც ჩვენ ვართ ძალიან ახლოს გამოვავლინოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გამარჯვებული. ეს არის ზუსტად ის ფორუმი, რომელმაც უნდა მოიტანოს სატრანზიტო დამატებითი ტვირთბრუნვა ანაკლიის პორტის დასატვირთად. და ეს არის გარანტია იმისა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ძალიან წარმატებული. ეს არის დამატებით რამოდენიმე მილიარდის ინვესტიციები. ჩინური მხარე დაინტერესებულია ანაკლიის პორტით, ბატონ დიმიტრი, როგორც ვიცი, პრემიერი ჩინეთში ვიზიტის დროს, პრემიერი ჩინეთში ვიზიტის დროს იყო საუბარი სწორედ ანაკლიის პორტზე. თუ დაინტერესებულია ჩინური კომპანია, რომელიმე კომპანია და თუ იგეგმება ნაბიჯების, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. ერთნიშნულოვნად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არა მარტო ჩინური ერთი კომპანია, არამედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ჩინეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე ჩინეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან ასევე იყო გაჟღერებული, რომ ჩინეთის მთავრობა გათვითცნობიერებულია და მან იცის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის და განვითარების შესახებ და ისინი მხარს უჭერენ აღნიშნული პორტის განვითარებას. კიდევ რა მიმართულებები შეგიძლიათ აგვისახულოთ? კიდევ რა კონტრაქტებზე მიდის საუბარი? რას ველოდებით ჩვენ? დღეს ჩვენ მქონდა საუბარი ლოჯისტიკის განვითარებაზე, დღეს ჩვენ მქონდა საუბარი ტურიზმის განვითარებაზე, დღეს ჩვენ მქონდა საუბარი განათლების სფეროში თანამშრომლობაზე. როდესაც ჩვენ ვხსნით კორიდორს და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კორიდორში უნდა მოიხსნას ყველანაირი დაბრკოლება და ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ იმისათვის, რომ ხალხთა შორის ურთიერთობები განვითარდეს, იმისათვის, რომ ვაჭრობა განვითარდეს, ამას მოყვება ყველაფერი, ამას მოყვება ინვესტიციები, ამას მოყვება დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილება, ამას მოყვება წინსვლა ჩვენი ქვეყნის და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების. ყველა ხვდება, რომ აღნიშნული კორიდორი, აბრეშუმის გზა, ეს არის ყველასთვის სასარგებლო, აქ ყველა მოგებულია, აქ არ არსებობს წაგებული მხარე და შესაბამისად ამ ცენტრალურ გზაზე, რომელსაც საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი, ჩვენ სწორედ ახლა, სწორედ კარგ დროს, როდესაც ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა ერთი
ერთი გზა, ერთი სარტყელი არის წარმოდგენილი ჩვენ სწორად ახლა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გამოიჩინა ეს ინიციატივა და ჩვენ ვასწავლობთ აბრეშუმის გზის ფორუმს. გასაგებია ბატონ დიმიტრი, აი უფრო გასაგები რომ იყოს მაყურებლისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს როდის ველოდებით თუნდაც ჩინური მხარისგან. გასაგებია ანაკლიის სპორტით არის დაინტერესებული ჩინური მხარე. თუმცა აი სხვა პროექტებზე რაზე მიდის საუბარი? კონკრეტული მაგალითი მოხდა გუშინ ხელი მოეწერა 1,650,000 ღვინის ბოთლის ექსპორტირებას ჩინეთში. ეს არის კონკრეტული მაგალითი. ეს არის რამოდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალი ჩვენს ქვეყანაში. გუშინ ხელი მოეწერა 3 მილიონი მინერალური წყლის ექსპორტ ჩინეთში. ეს ასევე კიდე რამოდენიმე მილიონი დოლარის ექსპორტი არის, რამოდენიმე მილიონი დოლარის შემოდინება არის ჩვენ ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობა არის დასაქმებული, ისინი იღებენ ხელფასებს, მათი შვილები დადიან კარგ სკოლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ვალუტა არის უფრო სტაბილური და ჩვენ გვაქვს სავალუტო შემოსავლები. ბატონ დიმიტრი, როგორც ეკონომიკის მინისტრს ამი და კითხოთ, აი როგორ აფასებთ არსებულ საინვესტიციო კლიმატს და ძირითადად რა სახის საჩივრებით მოგმართავენ ბიზნესმენები და მთავრობა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, თუ გეგმავს რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, თუნდაც აი ამ ინვესტიციების მობილიზების და მოზიდვის თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად ლიბერალური იყოს ბიზნეს გარემო საქართველოში. საინვესტიციო კლიმატს მუდმივად ჭირდება გაუმჯობესება. როგორც არ უნდა კარგი რეფორმები გაატაროთ თქვენ იმისათვის, რომ მუდმივად მოიზიდოთ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, თქვენ ჭირდებათ განუწყვეტელი რეფორმები და ჩვენ მზად ვართ, ჩვენ გახსნილები ვართ ამ რეფორმებისათვის. საქართველოს ძალიან წარმატებულია თავის რეფორმებში და დღეს ბიზნესის კეთებით ჩვენ მე-15 ადგილას ვართ 199 ქვეყანას შორის. ჩვენ ვართ პირველ ადგილას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. ჩვენთან ყველაზე გამარტივებული პროცედურები და ვართ ნომერი პირველი საბაჟო პროცედურებს შორის. ჩვენ ვართ ნომერი პირველი უძრავი ქონების რეგისტრაციის შორის. ჩვენ ვართ ნომერი მეოთხე სამშენებლო ნებართვების გაცემის შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გაცილებით მეტი და მეტი რეფორმები და თქვენ რომ ნახოთ ჩვენი დღის წესრიგი რეფორმების მიხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია. მაგალითად, მნიშვნელოვანი რეფორმები არის საპენსიო რეფორმა, რომელსაც ამ წუთში ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. მნიშვნელოვანი რეფორმაა კაპიტალის ბაზრის რეფორმა. იმიტომ რომ ერთმა და მეორემ უნდა ჩვენ ქვეყანაში წარმოშვას გრძელი ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ბიზნესმენებს ექნებათ შესაძლებლობა ისესხონ ლარში. შესაბამისად დაბანდებებიც გააკეთონ და შესაბამისად მათ არ ექნებათ სავალუტო რისკი. შესაბამისად ის შემოსავლები, რომელსაც ისინი ლარში მიიღებენ, იქნება დაზღვეული. მათ უფრო მეტი ფული დარჩებათ იმისათვის, რომ მათ ოჯახებს მოახმარონ, დივიდენდების სახით აიღონ და თუ გინდათ რეინვესტიციები განახორციელონ თავიანთ ბიზნესში. გასაგებია, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელიც პასუხობდა კონტაქტის შეკითხვებს.